მოგესალმებით პასუხმო ტელემაყურებლებო. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის მე და ბატონი კობა გაბეშია, რომ ერთ პენიონ პრობლემაზე გესაუბროთ. კერძოდ, მრავალ პრობლემათა შორის დღეს ჩვენი საზოგადოებისათვის დიდ მნიშვნელობას იძენს გაზრდის და აღზრდის პრობლემა. ასე არ არის ბატონო კობა? კი, ბატონო. დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პრობლემას ჩვენს გაჭირებულ ცხოვრებაში, როგორ იზრდებიან ახალგაზრდები, ჩვენი მომავალი თაობა. სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი, რაინდული საქციელი სიყვარული მეგობრების, ამხანაგების, კაცთა სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, ყველაფერი ამას ქვია ადამიანის აღზრდა. განათლებასთან და იმ ძილობა კულტურასთან ერთად, რაც განუყოფელი ნაწილია უნდა იყოს ნებისმიერი კარგი ადამიანისათვის. ასე ხო ბატონო კობა? ამდენად ჩვენ დღევანდელი გადაცემა უნდა მიუძღვნოთ დიდი ქართველი პოეტის აკაკი წერეთელის პოემა. მინდა შევახსენოთ ჩვენი სასიქადიულო მწერლის აკაკი წერეთლის პოემა გამზრდელი. თის მწვერვალზე სის მახლობლად მერცხლის ბუდეთ რაღაც მოსჩანს. თვალთ ის არის შენასტყორცნი ვერ არჩევს მის სიგრძეს და განს. ის ფაცხაა მღვიმის პირად მიწნული და მიგრეხილი, დროთა ჟამის შესაფერად ზამთარ თბილი, ზაფხულ გრილი. როდესაც მთა ბარს და ვაკეს ემუქრება წარღონა ღელვას, მაშინ ფაცხა გარს იბურავს ეკრძალება ჭექაელვას. მაშინ როცა დაქათქათებს იქვე ნაზიმ ზედა მთვარე და თვალის წინ ფიანდაზად ეფინება არემარე. მაშინ ფაცხა უბრალობით მომხიბლავად ლამაზია და იმასთან ყველა ტყუის რაც კი ციხე დარბაზია. გზა მიუძღვის საცალფეხო მიხვეული მოხვეული, მასზე გამოვლელს უნდა კონდეს მარჯვე თვალი მყიცებული. ამ შორეულ ფაცხა მღვიმეს ვინ პატრონობს, ვისი არის და საამო კარმიდამოს ვინ შესხდის და ვინ შეხარის. ერთი ვინმე ახალგაზრდა აფხაზია ამთის შვილი, რთულ ცხოვრების უარყოფი, სირედითაც კმაყოფი. კარგი თოფი, კარგი ხმალი, კარგი ცხენი დანაბადი, რა სინათლებს სხვა სამისმეთს კაცი მისებრ დანაბადი. ერთი თვია რაც რომ ცოლად მიიყვანა ვინც უყვარდა, საიდუმლოცას ქვეშეთი შეუწონა შეუფარდა. ნაზიბროლა სახელია, სამეგრელოს ასულია, მოწყვეტილი ცის ვასკლავი ედემს ალვა დასულია. სილამაზით ვარდი არის, სიმორჩქვით კი ნაზია, ტრფობისათვის ჯერ პირველად გულისკარი გაუღია. ცაზდა ქვეყნის შუამავლად მიაჩნია მას აფხაზი. სულში სულსდებს, გულში გულსდებს, სულს ეწმახნის სუროვას. ნეტავი მათ სიყვარულს, ერთად უხმოს აღზარებას, ერთად გრძნობენ სასუფეველს, საიდუმლო ნეტარებას. მაგრამ ხან გძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმე განა, თაფლში ურევს მწარე ნაგველს, ტრისას მისი გამოცანა. ბნელა ისე რომ აღარა შანს თითი თვალთან მიდანი, ცამრისხანებს ელვაჭექამ ნადირსაც კი უფთხო წილი. ქარი ზღვის გულსაკლავად წვიმა უშვებს კოკის პირად, ხანაკ ხანიკ მთაღრეებში გავარდება მეხი ხშირად. თითქოს მართლა თვით ჯოჯოხეთს აუშვია ქვეყნად ზარი, აიტაცა შიშის ზარმა თანასწორად მთადაბარი. ამ დროს ხოლმე თვით ეშმაკიც ეძებს ძრწორი თავშესაფარს, მაგრამ დახეთ ვიღაც მგზავრი სტუმრად მოზგა აფხაზის კარს. დაურეკა და ხმა მისცა, ეჰეი, გამომხედეთ, ვინ ხართ შინა? სტუმარი ღვთის კარზე ვდგევარცხენ და კაცსა გვინაბიდა. გაუკვირდა აფხაზდას თქვა, ამ თავსმაში ეს ვინ არის? გავიდა და შემოუძღვა ფეხებამდე დასველებულს, მიიყვანა ცეცხლის პირად, უდგამს სამფეხს კამს დაღალულს. ხმას არიგებს ჯერ სტუმარი, ნაბდის თასნებს ველა იხსნის, თავპირი აქვს შებუდნული, ყაბალახით დაიცინის. ჯერ ნაბადი მიაყუდა,
ბნელ კუთხისკენ მიდდა წყრარა და ბავშვი რომ გადიძრო მოტრიალდა უყამ ჩხარა. მასპინძელო სიცილით სხვა წახრა ჩემი ხუმრობაო, ვერ მიცანი თუ გეწინა დღეს უდროო სტუმრობაო. საფარ შენ ხარ ენაცვალოს ძიძიშვილი მაგ შენს თავსო, ეს თვალები რაგას ნახენ შენს უკეთეს ხანახავსო. მოეხვია გადაკოცნა როგორც ძმადათ მისი ტოლი და მერე კი გააგვიზა შიგნით მწოლი მისი წოლი. შეხვეწა აბაჩქარა მოამზადე ვახშამიო, შორი გზავს გამოვლილი არ ექნება ნაჭამიო. არა ბათუ საჭმელს არ ჭამ, არ მცალია იმისთვისო, მე სხვამადამ აქვს აშლილი სხვანაირი გულის თქმისო. უპასუხა და მოუყვა მინდა გითხრა ჩემი ჭირი, თემდის მტკიცე პირიანსა დღეს მიტყდება ძმაო პირი. ალმასის ხომ კარგად იცნობ თავმომწონე იმალიფას, მის ხელსა და მის იარაღს ვერ ვინ დაძდევს ღირსეულთას. ვაშკაცია თვალყანანი ცხენოსანი უებარი, მეტოქია ჩემი მხოლოდ ერთადერთი საშიშარი. შორს გაისმის მისი ქება ჩვენშიც ხშირი სტუმარია, ბიჭობით და ვაშკაცობით ქალებიც კი გადარია. ერთი მხოლოდ ზია ხანუმ არათაგდებს არ უყურებს, რადგან იცის რომ სვერსავით იმას ისვერ იმსახურებს. მეც მომხიბლა ჯადოსანმა დამამარცხა დამიმონა, და თუ ქალი მაჯობებდა არ ვფიქრობდი არ მეგონა. დამაჩემა თუ გიყვარვარ თუ ხარ ჩემი მოგვარეო, ინალიფას ლურჯი ცხენი ამ სამ დღეში მომგვარეო. ინალიფა მის ბედაურს არ დაუთმობს მედიბ დამჩენს, და თუ ვინმე ძალას იხმარს შეაკვდება არ შეარჩენს. სხვა გზა არ მაქვს, მოპარვა მხოლოდ ერთადერთი ღონე, თუმც კი სხვა დროს არ იკადრებს ამას კაცი თავმომწონე. აი რისთვის მოსულ ვარ აქ ჩემო კარგო მეგობარო, მე მინდა რომ ალმასხიტის ლურჯი ლავშა მოიპარო. მოუსმინა ძიძიშვილმა ყველა კარგად გაიგონა, მაგრამ საქმემ უკუღმართმა შეაწუხა და აღონა. უთხრა წუხვა რომ ეს საქმე უკადრისი გიგისრია, მაგრამ რადგან სიყვარულის თკბილისენი შენ შეკლია, გზა აღარ გაქვს. უნდა გული დაუდვა და ემსახურო რომ სატრფოს წინ შენ ცრემლების ყოფი აღარ მოიწურო. რომ მიდიხარ სად მიდიხარ, მართალია გიჭრის თვალი, მაგრამ ჩვენში როგორც უცხოს აგებდება გზა და თვალი. შენ ეს საქმე მე მომანდე, მე ვიზამ შენს მაგივრობას, ან მოგიყვან იმ ცხენს ამ თავს შევწირავ შენს მეგობრობას. შენაგდარჩი დაიძინე გამოშუშტი ცეცხლის პირას, და თუ დამრჩა გამარჯვება მაშინ მოგთხოვ ფეხის კირას. გაეხუმრა გამოეწყო სამგზავროდ და გავლო კარი, მიდის ელვა გზას უნათებს და დასწვის თავზე ქარი. ირიჯრაჟა ქარი ჩადგა, გადიყარა დადგა დარი, ლურჯ ბედაურს მოაგელებს მეგობრისთვის მეყობარი. მოიყვანა დააბადა შინ შევიდა წნარად ფრთხილად, გზელ ნაბადში გამოხეულ სტუმარს ძინავს იქვე თბილად. აუარა გვერდი მიდის იქ სადაც ის ეგულება, ვინც სიცოცხლეს ურჩევნია სულს წირავ და თავს ევლება. სასოებით შედის ქვაბში და რაც ხედავს იქ საკვირველს, ნაზიბროლა ჩუმად წირის პირსი ხოკავს იკაწრავს ხელს. წაგაში ლიტინის კედელს თავს სახლის და ხმას არიღებს, ნინგრეულს და მონგრეულსა ხედავს იქვე მის ქვეშაგებს. მიხვდა ქმარი რაც მომხდარა, ზარმა დაჰკრა ელ დაეცა და რომ კრინკიც არ დაუძრავს იქვე უხმოდ ჩაიკეცა. დიდხანს იჯდა რეპ დასხმული, უყურებდა ცოლის ტანჯვას. ბოლოს ღონე მოიკრიფა და მოეგო ისევ ჭკუას, მივიდა და უთხრა მტირალს, ჩუნ უსტირი გენაცვალე, რაც გინახავს სიზმარია დაივიწყე ისევ მალე. ყოველგვარი მოსავალი კაცის თავზე უნებური, ღვთის რისხვა დაწვილადებს რა დუჩირი, რა დემდური. გადაიგდე გულიდან ერთ სრულ ზღაპარი და სიზმარი, მე და შენი სიყვარული წმინდა არის ვითე ლამპარი. მოეხვია და ცრემლები ამოუშო თვალში კოცნით, დააწნარა დაამშვიდა ალერთით და ბევრი ხრეწნით. მაშინ მხოლოდ გამობრუნდა სტუმრისაკენ და უთხრა ეს, ადე ძმაო, გაგვიძებას არაპირე მგონია დღეს.
სამოვარდაძეზე საფარ შემკთალი და დარცხვენილი, მაგრამ როცა მშვიდ სახეზე შეამჩნია მას ღიმილი, გაიფიქრა მადლობა ღმერთს. არაფერი შეუთყვიათ არა, გულკეთს გამიხვრებდა, ხანჯლის წვერი დაამტყვია. არ უთქვამს ხალხს, რა შევწოდე, ჩანს ნამუსი შეუნახავს, ჩემს საქციელს სამარცხვინოს, ვინ გაიგებს, ვინ დამძრახავს. მერე უთხრა მის ძიძიშვილს, გატყობ რომ ხარ კმაყოფილი, შეასრულეგანა ჩემი ძნელი ნატვა და სურვილი. შევასრულე, მოგიყვანე, დრო არც კი გაეშურე, და რომ ნუ დამძრახავს საკადრისად, თუ რომ ვერას გემსახურე. ხანესასწრეს, ხანისასწრეს, ისაუბრეს ჯერ ერთხანად, მერე წყალიც მოუტანა მას. შეუყაზმა ცხენი შესვამ, თვითონ შეჯდა ნაქურდალზე და ორივე მათ რახები ატკაცუნეს ერთხმად ძალზე. გაახურვეს მით ცხენები, აღელვეს, აჩქარეს და ვიწრო გზით ის დაღმართი სულ კუნტრუში ჩაატარეს. რომ ჩავიდნენ შორი ახლოს, მინდვრის პირას იქვე დაბლა, მას წინძელმა შეაჩერა ცხენი და ხმა იმაღლა. საფარბეგო, პირშეობა შენი ვიცი შემიტყვია და დღეიდან ჩვენ შორშვა მოციქული არის ტყვია. არასთქვარა, არც მე კითხავ, არის ზოგი შეწოდება რომ სათქმელად სადნელოა, არც შემდობა უხერხდება. ახლა წადი და მეკარგებ თხილად არსად შემეყარო რომ ცუდ გულზე უცაბედად შენი სისხლი არ დავყვარო. ეს რომ უთხრა შეკთა საფარ, გაშრა ფერი და დამტრის, ჩაუვარდა ენა პირში, გაფხავდა და აღარ იწურის. ძვლის წარმოსხვა, მართალი ხარ, აღარა მაქვს მე სათქმელი, შემაცლინა თვითეშმაკმა და დამრია ცოდვის ხელი. შენი წევა რა ხომ ხედავ, იარაღი დამიყრია, სასიკვდილო ჩემი ნებით შენ წინ თავი დამიხრია. ჩემს სიცოცხლეს სიკვდილის ჯობს, მომკალ ტანჯულს რა მიშველე, მას ღვევინე რაც შეგწოდე და სინივისი გამიმთელე. არა, შენ ვერ შეგეხება სასიკვდილო ჩემი ტყვია. დედა ჩემის გაზრდილი ხარ, მისი დუდუგი წოვია, რაც ქვეყანას მიაჩნია რჯულზე უფრო უმტკიცესად, რომ გასტეხე ის გეყოფა სიკვდილამდე შენ საკვნესად. წადი ჩემგან შემდობილი, მაგრამ შორს დამშვიდობით, დღეიდან ჩვენ წმინდა გულით ერთმანეთს ვერ მივედოთ. მაგრამ ერთი დაგავალებ, ამის სრულე უეჭველად, რომ მიხვიდე ყარბარდოში იცოდე რომ სულ პირველად. წადი, ნახე ის მოძღვარი ვინც შვილივით გამოგზარდა და უამბე შენი პირით, რაც სიცხვილი დაგემართა. გადმოხდა და ლურჯი ლავშა მისცა ხელში ჩააბარა, მოტრიალდა და აღმართი სულ ბარბაცით აიარა. არც გვარით, არც ვაშკაცობით, არც სიმდიდრით, არც ქონებით, ჰაჯი უსუფ ცნობილია მხოლოდ ჭკუით და გონებით. ჭირში, ხილში საზოგადოდ უმისობა არ იქნება. ხელის გულზე უწერია თვით მაჰმადის წმინდა მწმება. ზღვა ხმელი მოვლილი აქვს, მნახველია ცადა ქვეყნის, ჯერ ისევე ჭარმაგია თუმც არ არის კი მცირე ხის. სწორედ ამ უსუფთან მიდის ახლა საფარბეგი, მორდუობის გამტეხი და ჩვეულების გადამდები. ეუბნება ყველაფერს უნებურად რაც შეემთხვა, ცრემლების დის და ეჩრება ბურთად ყელში წარე სიტყვა. ყურს უგდებდა ჰაჯი უსუფ, სახე მოინაღვლიანა